ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანზე თავდასხმა გამთენიისას განახორციელა. სამიზნე ისპაჰანის, ფორდოუს და ნატანცის ატომური ობიექტები გახდა. ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმისას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა B2 ტიპის ბომბდამშენები გამოიყენა. B2 საჰაერო ძალების უმაღლესი დონის ბომბდამშენია, რომელიც აგებულია ეგრეთ წოდებული ფრინავი ფრთის დიზაინით, რაც მტრის რადარებში თვითმფრინავს თითქმის შეუმჩნეველს ხდის. B2-ს შეუძლია 11,000 კილომეტრი იფრინოს, ხოლო ჰაერში საწვავის შევსებით გლობალურ მისიებს ასრულებს. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ირანამდე გაფრინდება, იქ სამიზნეს დაბომბავს და უკან დაბრუნდება. 21 მეტრი და სიგრძე და 52 მეტრი სიგანე. ამერიკულ გამანადგურებელს საათში 900 კილომეტრის ფრენა შეუძლია. ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების განკარგულებაში სულ 20 ასეთი B2 ტიპის თვითმფრინავია. ბომბდამშენი თავდაპირველად ცივი ომის ოპერაციებისთვის შეიქმნა, თუმცა ის პირველად 1999 წელს სერბეთში გამოიყენეს. B2 ტიპის თვითმფრინავში 80-მდე 200 კილოგრამიანი ბომბი ან 16 ბირთვული ქობინი თავსდება. ბომბი JBU-47 60 მეტრ სიღრმეზე შეუძლია გაანადგუროს ნებისმიერი სამიზნე. ეს არის ჭურვი, რომელიც 13,600 კილოგრამს იწონის, სიგრძეში 16 აღემატება. ბომბის ქობინი ჭურვის საერთო წონის 80% შეადგენს. არის GPS-ით მართვადი და განკუთვნილია ისეთი სამიზნეების გასანადგურებლად, რომლებიც წონაში მიწაში ღრმად არის განთავსებული და როგორც გითხარით, წონაში არის 13,600 კილოგრამი. ჭურვი 1991 წლის 13 თებერვალს ჩაეშვა ექსპლუატაციაში და პირველად გამოიყენეს ამავე წლის 27 თებერვალს ერაყში სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ გამოიყენეს ეს ჭურვი.